თანახში როგორ მოხდით კაპიტან თინათი? ჩემმა შვილებმა დამარეგისტრირეს. დარეგესა მითხრეს დამირეკეს უბრალოდ მე თანავიდა და მითხრა მე არ ვარ დარეგისტრირებული. არა, თქვენმა შვილებმა დარეკეს და უნდა მობრძანდეთო. ბავშვობიდან მღერი ვარ, დამთავრებული მაქვს საგუნდო სადირიჟორო განყოფილება. ხო. პირველი სამუსიკო სასწავლებელი. მოდი ამას დაში დავუკრათ. და კონკრეტულად აი ეს ჟანრი რატომ? საერთოდ ქორწილებში დავდიოდი უკრავდი და უფრო საკორწილო დარდიმანდულ სიმღერას მღეროდი. ნუ არა, ეხლა აღარ. მოდი გავუმხელ მაყურებელს, საკმაოდ რთულ პირობებში ცხოვრობთ, კაპიტან თინათი, ვაგონში ცხოვრობთ. და ამის ფონზე ის რომ გაქვთ სიმღერის ხალისი, კონკურსში მონაწილეობთ და თან დარდიმანდულ სიმღერებს ასრულებთ, ბევრისთვის შეიძლება გაუგებარი იყოს. მე მთელი ჩემი ცხოვრება სიმღერით მოვდივარ. მყავს სამი შვილი, ორი შვილიშვილი, მეოთხე შვილი მკვდარი მყავს, მაგრამ სიმღერამ გადამატანინა დედმამის სიკვდილიც. აი ეს არის ჩემი მეუღლე. წადი ცხოვრობთ ერთად, მუშაობდი ყარაულად. და კიდე რესტორანი იყო და იქ ნაკირავები, გურია რესტორანი, მაშინ კაი დრო იყო. იქ მუშაობდი და ჩემი სიმღერით მოვაწონე თავი. გადავედი და შემჩე ხელში. მეუღლეს იყო გაცილებული, მეც მეუღლეს იყო გაცილებული, ჩემი მეორე თმარია. ამ ჯერჯერობით კარგად ავარ, მაგრამ ჩვენი პრობლემა ის არის, რომ საცხოვრებელი არ ვარ. ეს არის ჩვენი სახლი, აქ ცხოვრობთ ჩვენ. ყველაფერი ეგ რა ვაცხელებთ მზეზე. არ იყო ის საშუალება, რომ უბრალოდ ქირი დავსრულიყავით. მე ჩემი საკუთარი არ გამაჩნია. სულ ქავრობის წინაშე ვარ, მაგრამ მაინც არაფერი არ ეძღობა. როგორც შევძლებთ, როგორც გვეხერხება ისე ვართ. სოცაგენტები იყვნენ მოსულები და თუ ოსველი წერტილები არა გაქვთ, ორი მაინც ვერსგი ტუალეტი და წყალი ვერ დაგეხმარებით. ჩვენთვის არ არსებობს არანაირი დახმარება ქვეყანაზე. იამახა ჩემთვის ყველაზე მეტი ძვირფასი. ჩემი ცხოვრება სიმღერა. მე შვილი მომიკვდა მთელი 40 დღე ერთ სიმღერას ვღეროდი. იმით გამოვიდი მდგომარეობიდან, მშობლები დამეღობა სიმღერით გამოვიდი მდგომარეობიდან. ცხოვრებაში ტირი ვარ, მღერი ვარ, ბიცინი ვარ, მღერი ვარ. არა, უსიმღეროთ არ შემიძლია. გაქამდე მკვდარი ვიქნებოდი ვარ მღერი. ადამიანებს, რომლებიც სავარაუდოდ ვერასდროს ვერ მოხვდებოდნენ დიდ ეკრანზე და არასდროს